მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს რასაკვირველია, ჩვენი სასაუბრო თემა იქნება სანქციები და შემდეგ მას მოყოლილი აჟიოტაჟი, როგორც საგარეო ველზე, ისე ჩვენს შიდა აგენტურაში. დავიწყოთ ალბათ იქიდან მეგონა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ პირად დამოკიდებულებაზე და ეს ალბათ უკვე ამოწურული თემა არის. რეალურად რა მიზანს ისახავდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი და შემდეგ რა ჯაჭვური რეაქცია არის Deep State-ის გეგმაში, რომ გამოიწვიოს ამან, რა ტიპის ახალი წნეხი არის ეს ჩვენ ხელისუფლებაზე და რეალურად როგორ უნდა დაუხვდეს ამას ქართული საზოგადოება. პირველ რიგში ის რომ ეს Deep State-ის დიდი გეგმის ნაწილი არის და დაიწყეს ჩვენით და ტელეკომპანია იმედით, ძალიან მარტივად დაადასტურა, რომ მეორე დღესვე უცებ ევროკომისიაში დაიწყო განახლებული რეზოლუციის მიღება და განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს და მას უნდა დაეკისროს პირადი სანქციები. ამ ადამიანმა ერთი მარტივი ჭეშმარიტება ვერ გაიგეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ რაც პოლიტიკაში შემოვიდა, მისთვის სავაჭრო თემა არასოდეს არ იქნება საქართველოს და მაინც ამ ჩხიკინში არიან, რომ იქნება როგორღაც აი სხვადასხვა პერკეტით, იქნება ეს ფინანსური, იქნება ამ შემთხვევაში უკვე თავისუფალ სიტყვაზე ასეთი მასობრივი საერთაშორისო ზეწოლა, იქნება როგორღაც გადავადგმევინოთ ჩვენთვის მისაღები ნაბიჯები და ჩავრთოთ იმ ქცევაში და იმ სქემაში, რომელიც მათთვის იყო მისაღები, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მართავდა ამ ქვეყანას. Მოდი ახლა სანქციების ნაწილი გავშალოთ, რაც შეეხება პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, რა თქმა უნდა, მან გარკვევით ძალიან ერთმნიშვნელოვნად ცალსახად თქვა, რომ სამშობლო არ იყიდება, შესაბამისად რატო ვერ მიხვდნენ და ვერ გაიაზრეს, რომ ეს ადამიანი შანტაჟს აღიქვავს ყველაზე მტკივნეულად. ანუ არც ერთი შანტაჟის ფორმაზე არ წამოყვება და მას რომ დომოდა ის ფული, რომელიც ევროპაში ყოველად Deep State-მა ყოველად ბანდიტური, ყოველად აი პირდაპირ ვიტყვი ხიშნიკური, მუხანათური გზით წაართვა, ხო? აი იმ ფულზე მაგალითად სხვანაირად მოიქცეოდა რა უნდა ხო იმასთან თქვათ სხვანაირ მიმართება რო ქონოდა. შანტაჟის ეს ფორმა რო ვერ განახორციელეს, ეხლა მე მგონია შემდეგი. Deep State-ის ევროპული რედაქცია, ამ შემთხვევაში ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპა იაზრებენ რა, რომ ამ ომიდან წაგებული მხოლოდ და მხოლოდ გამოდის ევროპა. ამერიკამ ყველანაირად იხეირა პირველი რომ თავისი ახალი უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს მის სიძლიერეს მისსავე კონტინენტზე, რომ ოკეანეები არის გარშემორტყმული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გულისხმობს იმას, რომ ჩინეთი არის მისი მთავარი კონკურენტი და გულისხმობს იმას, რომ ევროპა შორდება. ეს კონცეფცია მან განახორციელა ამ ომით იხეირა ევროპა და რუსეთი ბოლომდე დააშორა ერთმანეთს, ფული იშოვა იმ იარაღით, რომელსაც ორმაგ ფასში აწვდის უკრაინას, ამაში ფულს იხდის ევროპა. რუსეთმა თავის მხრივ, არ ვიცი რა მიზანიც ჰქონდა ის მიიღო, შეასრულა, არ ვიცი რა დავარქვათ და ალბათ მალე უკვე გაფორმდება ოფიციალურად მის ეს სურვილი და რაც შეეხება ევროპას, ევროპამ რა გააკეთა. გაუძვირდა ინდუსტრია, გაუძვირდა წარმოება, მთავარი პრინციპი ევროპის არის ტექნოლოგია, ინჟინერია, გამოგონებლობა, ხო, ანუ რაღაცა სერვისის წარმოება, რომელიც მას უძვირდება, იაფი მუშახელი აღარ არის, თავარი ბუნებრივ რესურსებზე აღარ აქვს ის წვდომა, რა წვდომაც ჰქონდა რუსეთისგან, ყიდულობს ზვირად ყველაფერს, არის ინფლაცია, არის ფასების ზრდა ევროპაში, ევროპელი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე არის გაბრაზებული ამ ყველაფერზე, ის არ ასაფორთებს ამ ომს, მისთვის ზვირდება ელექტროენერგია, გაზი, პროდუქტები, თვითონ ქვეყნისთვის ზვირდება ეს ყველაფერი და შესაბამისად ეს ყველაფერი ურტყავს წარმოებას, მათ სუვერენიტეტის ნაკლებობა აქვთ, Deep State-ი უწყვეტს რა და როგორ გააკეთონ, აქამდეც უწყვეტდა, შესაბამისად ევროპა და ბრიტანეთი, ამ შემთხვევაში მთლიანად ევროპა შეთანხმდნენ, რომ
მოდი ახლა დავიწყოთ ჩვენით ამერიკამ ხელი გაგვიშვა უკვე ბოლომდე თითქმის, იმიტომ რომ აპირებდა დაჟე შემოჭრას და ნატოს წევრ ქვეყანაზე დანიის სამეფოს გულისხმობ ინტერვენციას, სამხედრო ინტერვენციას და წართმევას მისთვის მიწის. და მოდი ჩვენ ახლა ჩვენი ალტერნატიული გზები მოვიფიქროთ. დაიწყეს რომ ჩინეთთან ურთიერთობა ჩინეთთან უნდა განვაახლოთ წარმოებითი ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობები, როცა ჩვენ გვამონათებდა ევროპა, რომ ჩინეთთან არ შეიძლება არავითარი სავაჭრო ურთიერთობები. ერთი ჩავიდა და ეწვია სიძინს. რა თქმა უნდა, დაიწყეს ალტერნატიული გზების ძიება და შესაბამისად ევროპას უნდა ეხლა რაღაცა თავისიც გამოივაჭროს, ანუ თავისი სიტყვაც თქვას. აქედან გამომდინარე სამხრეთ კავკასიას აღიქვავენ როგორც ესეთ და საფრანგეთის ელჩმაც განაცხადა ჩვენთან საქართველოს განიხილება ჩვენთან უსაფრთხოების ნაწილში მიბმულიო. ანუ საქართველოს ტერიტორია არის მისთვის ანუ ბუფერად ყოფნა რუსეთთან მიმართებაში, ესე რომ წავიკითხოთ. და თუ ესე კონცეფცია და ესე უყურებდნენ საქართველოს პირველი მივეღეთ ევროკავშირში მანამდე. მეორე რომ ეს აროგანტული დამოკიდებულება და ესე თითით რო გველაპარაკებოდნენ ვიღაცა იმას ჭიჭვეიშვილ ელჩს რო გამოაგზავნიდნენ ან ვიღაცა ევროდეპუტატს რო დაწერდა შავზე თეთრს იდიოტობას რეზოლუციას რო მოაწერდნენ ხელს არ ესაუბრათ ესე პატივისცემით მოპყრობოდნენ, მაგრამ არა აი კოლონიალისტური ისტორია არ ასვენებთ, მაინც იგივე უნდათ როგორც რაღაცა იქ მანამდე მესამე სამყაროს ქვეყნებს ეკცეოდნენ, ეგრე არ გამოვიდა. ხედავენ რომ საქართველოს არის მათთვის ძალიან პრობლემური. ჩვენ უფრო უჭირდებით ევროპას, ვიდრე ჩვენ გვჭირდება რეალურად ევროპა და ამ შემთხვევაში დაიწყეს ხელახლა ამ სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში სიტუაციის არევა. სიტუაციის არევას იწყებს შენ რითი? ასანქცირებ ყველაზე მაგარ ტელევიზიებს, რომლებიც ერთი ყველაზე რეიტინგულია იმედი და პოსტივი არის ყველაზე იდეოლოგიზირებული, რომელსაც აქვს მყარი იდეოლოგია, გამოხატული ანტილიბერალური იდეოლოგია, შეგვიძლია დავარქვათ ამას, რომელიც არის გამყარებული მეცნიერული ცოდნით, რომელიც არის გამყარებული ფაქტებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არ არის ჟურნალისტების კანტორა, ან მხოლოდ ჟურნალისტების, ეს არის იდეოლოგიზირებული ხალხის, იდეოლოგიური ხალხის ერთობა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომ დაიწყეს ჩვენით რა, მაგრამ ეს არ გამოუვათ, იმიტომ რომ არაფერი ფასი არ აქვს მათ სანქციებს. პირიქით, ეს უფრო გაგვაძლიერებს ჩვენ ვიცით, რომ გვადევს ბრიტანული სანქცია. პატივია, ძალიან დიდი მადლობა და უფრო შემართებით, გაორმაგებული და გაათმაგებული ძალით განვაგრძობ ჩვენ საქმიანობას. თან რო გადახედო არგუმენტირებას, იმიტომ რომ იყო მცდელობა არგუმენტირების, რის გამო ვადებთ სანქციას პოზიტივის. ბოდიში ეს უკვე პროგრესია, იმიტომ რომ მაგალითად მანამდეობა სამართლები და ასანქციებს გადაწყვეტეთ რა დააშავეთ და რა თქმა უნდა. და აქ წერია ორი ყოვლად კომიკური პუნქტი, ერთი რაც ეხება რომ თურმე უკრაინის სუვერენიტეტს ლახავდა ჩვენ ტელევიზია და დესტაბილიზაციას იწვევდა უკრაინაში, პოზიტივი ბიჭო. და მეორე რომ აგრეთვე ქვე არგუმენტი რომ უკრაინაზე საუბარში იხსენიებდნენ რომ ეს არის კორუმპირებული მთავრობა, უკრაინის მიმდინარე მთავრობა კორუმპირებული და რომ ის ომში ვერ იგებს რუსეთის წინააღმდეგ. ანუ ბოლო ორი ფაქტია და ბოლო ორი არ არის რაღაც პოზიტივის უნიკალური ნაზრევი, ამაზე ყველა დიდი ამერიკული გამოცემის მომზადებული სიუჟეტი თუ სტატიაც შეიძლება რომ მოიზიო, ამაზე ნებისმიერი ტიპის ევროპული გამოცემის, მათ შორის ბრიტანულის შეიძლება მოეზიო და მათ დაეყრდნო. რაც შეეხება იმას, რომ სუვერენიტეტსა და დესტაბილიზაციაზე საუბარი, ადამიანებმა დაგვდეს ბრალი, რომ უკრაინის სუვერენიტეტი შეულახეთ არხმა კერძო კოლმან სატელევიზიო კომპანიამ ამასთან დესტაბილიზაცია გამოვიწვიეთ, ან მიზნად ჰქონდა უკრაინის და გააკეთეს ყველაზე დიდი სუვერენიტეტში ჩარევა ქვეყნის, რითიც კერძო სატელევიზიო კომპანიებს დაადეს სანქცია, რითიც რა ტიპის თავდასხმა არის ჟურნალისტის და გამოხატვის თავისუფლებაზე და საქმიანობაზე, ამას არ ჭირდება ხო რაღაცა განსაკუთრებული ახსნა განმარტება, ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენთან რახან ჟღერდება კრიტიკული განცხადებები, მოსაზრებები
ჩვენთვის მიუღებელი განსხვავებული აზრი, ამის გამო ჩვენ თქვენ დასანქცირებულთა სიაში შეგიყვანთ და ამის გამო ჩავთვალეთ, რომ ეს არის რუსული ნარატივის გაგრძელება. ანუ აქ საუბარი მხოლოდ იმაზე არის, რომ საქართველოში არსებული მედიები, რომლებიც ესე მყარად ჩვენ სწორად აღნიშნა, რომ ეს ორივე არხი მყარად იდეოლოგიზირებულია, განსაკუთრებით პოსტივი და ეს გაცხადებულია ხო ჩვენ რაღაც ცდილობა რო აქვს ხოლმე ოპოზიციურ არხებს ტევ პირველ იქნება ფორმულировать ამას რომ არა კაცო ჩვენ რა შუაში ვართ არ ვართ ჩვენ პარტიული ტელევიზიები ღიად პარტიული ტელევიზიები ჩვენ რომელსაც გაცხადებული აქვს ეს თავის სარედაქციო პოლიტიკა ჩვენ გვეუბნებიან რომ კრიტიკა არის თურმე დასასანქცირებელი განსხვავებული აზრით თურმე უნდა სანქცირდებოდეს ამასთან პიტერ ფიშერი გამოვიდა გერმანიის ელჩი და იმას საერთოდ რაღაცა მართლა კლასიკურ ფაშისტური დეჰუმანიზაციის მცდელობით ესენი არხები არ არისო. ანუ იმის გამო რომ ჩვენს არხს აქვს კაფიოდ გამოხატული როგორც პოლიტიკური შენ ხარ ელჩი და ჩვენ არ ვართ არხი. მხოლოდ იმის გამო რომ აქ არსებობს მკვეთრად გამოხატული იდეოლოგია, რომელიც ევრობიუროკრატიის მორალურ ჩარჩოში პოლიტიკურ სოფხედვაში არ ჯდება და აქედან გაისმის კრიტიკა და ეს ქართულ საზოგადოებაში არის პოპულარული, არის ყურებადი და შესაბამისად აზრზე გავლენა გააჩნია, მათ გაწუს რომ ვერაფრით ვერ ვაჩერებთ, აქ ჩვენ ადგილობრივ აგენტურას საქართველოში მყოფ ოპოზიციას. სხვანაირად ვერაფრით ვეღარ ვეხმარებით, განცხადებები აღარ მუშაობს, ვერანაირად მუხტს ვეღარ წევთ. მოდი აბა ახალი რა გავაკეთოთ და აი იქნებ მედია შევზღუდოთ, რომელმაც იქნებ გამოიწვიოს ის შედეგი, რომ ანუ ერთი და გახსოვს ხო შენ იმაზე გამჭვირვალობის კანონზე რამდენი ილაპარაკეს, რომ ყველაფერს თავიდან ეს იარლიყი არისო და იარლიყის გამო არ შეიძლებაო რა თავიდან რომ დავარო იყო რომ პირველად ჩანაწერში აგენტი უნდა ამოღებულიყო რა რომელიც მე ამოიღეს ანუ იარლიყის მიწებება არ შეიძლებაო რომ უცხოური გავლენის აგენტი და პირველი რა თქმა უნდა ეს იმისთვის გააკეთეს რომ შეიქმნას ეს იარლიყი და საზოგადოებაში გაჩნდეს ის განცდა რომ აი საერთაშორისო სანქცირებული ორგანიზაცია რომელსაც ბრიტანეთის მთავრობას დებს ბრალს რომ რუსულ ნარატივებს ატარებს მეორე რომ ის უკვე მონოპოლიზირებული აზრი, რომელიც მედიაში ყველაზე მეტად ყურებადი არის და შესაბამისად ტირაჟირებადი, რაც მარტო იმედის და ჩვენი რეიტინგი რო შეკრიბო, ან ყველაფერს უსწრებს რა თავიდან ბოლომდე. იქნება ეს როგორღაც დავქსაქსოთ და ამ არხებთან გადაიდევნოს როგორც მაყურებელი ისე რესურსი ფინანსური და მესამე რომ იქნება აი როგორღაც ეს მინაოლებული და ჩამკვდარი პროტესტი გამოვაცოცხლოთ. და ეს შიდა აგენტურისთვის გაწეული დახმარება, რომელსაც რასაკვირველია არანაირი შედეგი არ ექნება და ფუჭი არის, იმიტომ რომ ძალიან გაცხადებული არის, როგორც ჩვენი ქვეყნის ის ჩვენი მოსახლეობის სოფხედვაც და პოლიტიკური მიმართებაც და საგარეო მიმართებაც და ასე შემდეგ ჩვენ ავრჩიეთ შვიდობის პოლიტიკა და ამას ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობა მხარს უჭერს და მეორე რომ რასაც უკვე მოყვა ევროკომისიის გადადგმული ნაბიჯები, რომ მეორე დღესვე დაიწყოს, რომ აი ბრიტანეთმა უკვე ზომები მიიღო და ეხლა ჩვენ ეს უფრო უნდა გავამძაფროთ და უკვე მარტო ტელევიზიები არა, უნდა გადავიდეთ პერსონალურ სანქცირებაზე. ანუ ამის მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი, რომ ხალხში გაჩნდეს იმის ილუზია, რომ აი უკვე რაც დიდი ქვეყნები პირდაპირ ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, სადაც თუ ჩვენ ვემხრობით მაგალითად ამ გაცხადებულ იდეოლოგიას, რომელსაც ეს ორი არხი ატარებს, შეიძლება რომ მე ჩვენამდეც მოვიდეს ეს. ანუ ეს იყო როგორც პრემიერმა ირაკლი ბაბახიძე სწორად განაცხადა რამდენიმე დღის წინ, პირველი ფუჭად გასროლილი ტყვია. ხო, აი უკრაინის საკითხს მინდა მე შევეხო წარმოუდგენელი ამის არ კომენტირებ, ესე იგი ჩვენ დაგვასანქცირეს იმის გამო, რომ ერთი პოსტივი ესე იგი კი არ ამხელდა და ასე შემდეგ მოიშველიებდა ყოველთვის საერთაშორისო ორგანიზაციების წყაროებს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით არ დადგენილა რომ კორუფცია არის, თვითონ დადგენილიყო რა. თვითონ მოხსნეს კაცო კორუფციაში ამხილეს, ბრალი დასდეს და მოხსნეს თანამდებობის პირები და მინისტრები. რა თქმა უნდა და ზუსტად ანტიკორუფციულზე იყო მან ჭიდაობა. ხო გახსოვს და მაგით უნდა თქვათ ზელენსკის აყირავება პირდაპირ თქვათ და მე დათმო ზელენსკიმ. ეგრე არ არის კაცო საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ მმართველობით ინდიკატორებს, როგორც არის სასამართლო დამოუკიდებლობა, როგორც არის გამოხატვის თავისუფლება, კორუფცია, ასე შემდეგ. უკრაინა არის ალბათ აი
აი სასწავლო მასალაში უნდა შეიტანო რა არის კორუფცია. კორუფცია იყო იგოდიდგანვე, გრძელდება ეხლა ოღონდ საერთოდ სხვა სტანდარტით. და სხვა მასშტაბით. ხო, ალბათ ხელოვნების დონეზე აიყვანეს მათ კორუფცია. რა პირველივე ომის დაწყებიდან არავინ ის ახალი იყო, რომ იქ ჩასული იარაღი უცბად აღმოჩნდებოდა ხან კარტელების ხელში, ხან აფრიკის სამოქალაქო ომებში. ამას ამბობდა ამერიკის ლიდერშიპი თვითონ, არა თუ ჩვენ. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ვამხელდით, იმიტომ რომ ეს არის კორუფციული ქვეყანა და დიქტატურა ამ შემთხვევაში გაუქმებული არჩევნებით და ჩვეულებრივი დიქტატურა. გაპარტახებული ზელენსკიმ გააპარტახა ქვეყანა. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომ ჩვენ თითქოს დესტაბილიზაციას ვეწევთ. არა, ჩვენ ზოგადად სახელმწიფომ ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ იქ დახმარება რაც შეეხება. თავიდანვე ძალიან მოზომილი პოლიტიკა გქონდა. ისინი იყვნენ, რომლებიც 2014 წლიდან ჩვენ მეგობრებოდით სამხრივად. ისინი იფარებდნენ ჩვენ სახელმწიფო დამნაშავეებს, მწამებლებს, ხალხის გამაუპატიურებლებს, ციხის მწამებლებს და მაღალ თანამდებობაზე ნიშნავდნენ. ესეთი იყო ადეიშვილი, ესეთი იყო სააკაშვილი, გამოკვეთილი ფიგურები და დანარჩენი ახლა იქ ძალოვანები როგორ იყვნენ კი ვიცით ყველა. აი ესე იგი არამეგობრული ქვეყანა ჩვენ მიმართ. მერე ისინი მოგვიწოდებდნენ, რომ წადით აფხაზეთში გაისერინეთ, გარდაცვლილებში შეგვეხიდეთ, იომეთ, დროა თქვენს რაღაცა მოქმედება გააკეთოთ, ელჩი გამოაგდეს ჩვენ. ეს იყო დესტაბილიზაცია, ეს იყო. ხო, და ჩვენ დესტაბილიზაცია რა იყო, რომ ვამბობდით, რომ იცით რა არის, ეს დასავლური ვთქვათ, ზღაპრები, ეს მედია ჰედლაინები, შავზე თეთრი რომ უკრაინა იგებს, ამას არ ვამბობდით და ვამბობდით რეალობა რაც არის, ანუ ამაში ხვედება ბრალი კი ბატონო. ორმაგად, ათმაგად უფრო განვაგრძობთ ამის კომენტირებას და ამაზე მუშაობას, კარგი მიმართულება მოგვეცით, მადლობა. რეალურად მართლა სიმართლის ტირაჟირებისთვის დაგვედო სანქცია, ამას სხვა არაფერი არ ქვია, იმიტომ რომ სხვას არაფერს არ გედავებიან, რა გეუბნებიან, რომ შენ რატო დაუძახე კორუფციული იმას, რაც კორუფციული არის და რატო თქვი, რომ ომში ვერ იგებს, როდესაც ომში ვერ იგებს. ანუ სხვა არგუმენტი არ წარუდგენიათ, ხო? ანუ მართლა ამორჩილ ხარ და დესტაბილიზაციაზე სერიოზულად როგორ დავა, არხმა როგორ და მოახდინოს დესტაბილიზაცია უკრაინაში, როდესაც თან ომი დიდარებს. რა დესტაბილიზაცია უნდა მოახდინო? მეტი დესტაბილიზაცია რა გინდა რაც იქ ხდება. და ერთი წამი ის უკრაინა არის ეხა სტაბილური. ხო, აბა პოზიტივი უჩხიკინებდა რომ დესტაბილიზაცია თქვათ კიდევ უფრო სტაბილური იქნება. არა, ეხა დესტაბილიზაცია უკრაინაში და პოზიტივი რო არა სტაბილური იქნება. კი ბატონო, სწორად გავიგე ლოგიკა. შენ კარგი გაიხსენე სამხრეთ მეგობრობის რეჟიმი, სადაც მართლა ჩვენი სისხლის სამართლის დამნაშავეები და ამ ქვეყნის საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ძალადობის და ყველაზე ამორალური ქმედებების ჩამდენი და დამგეგმავი პირები შეიფარეს, მათ თანამდებობები მისცეს და ბრიტანეთშიც რო გადახვიდე, ანუ კეზერაშვილი დღემდე ბრიტანეთში ჩვეულებრივად არის, მიუხედავად იმისა, რომ თვითონვე გააკეთეს დოკუმენტური ფილმი მის გამოსააშკაროებად, რომ ეს იყო მისტერ ოფშორი და ევროპაში გამოივაჭრეს დაალაგდნენ. არა, ხო, მე რასაკურა, მე BBC-ს დაავალეს, რომ ჩვენზე მოეგონა სიუჟეტი, თქოს კამიტით წამლავდა ხელისუფლება აქციაზე მყოფ პირებს და მე ჩვენ რო ვუჩივლეთ BBC-ს, ეგეც ალბათ იქნებოდა ერთ-ერთი ტრიგერი, რომ აბა მეტად დავარყათ ახლა ამათ ტელევიზიებსა და ამასთან შიგნით რა ხდება, ხო, იქ ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც ჩვენ გვასანქცირებს ამოდროულად საკუთარ პრინცზე აქვს გამოძიება დაწყებული, იმიტომ რომ პედოფილიაში არის შემჩნეული ეპშტეინის ფაილების მიხედვით, საკუთარი ელჩი გააგდეს ამერიკიდან, იმიტომ რომ აგრეთვე ეპშტეინის ფაილებში მას ფინანსური გარიგებები აქვს კორუფციული, დადასტურებული უკვე და ახლა მასზე დაიწყეს გამოძიება და ნუ იქ ადამიანის უფლებებზე რამდენჯერ გვილაპარაკეთ ჩვენ ამ გადაცემაში, რომ ბრიტანეთი არის ყველაზე ესეთი მსხვილი ქვეყანა, რომელსაც ყავს ყველაზე დიდი ადამიანთა რიცხვი დაპატიმრებული თუ დაჯარიმებული სოცქსელებში პოსტის გამო, რომელიც არ შეიცავს რაღაცა სერიოზულ ძალადობისკენ მოწოდებას ან მსგავს რამეს, როდესაც ისინი მუდმივად ახალისებენ და ამითაც ახლა კიდე ერთ მცდელობა იყო წაეხალისებენ და პირდაპირ თავდასხმა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებზე, ისე ხელისუფლების ამომრჩეველზე და ნუ
ეს იმასთან ერთად რომ რეალურად სიმართლის წინააღმდეგ და ფაქტებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხილვის თუ ევრობიუროკრატიის კრიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არის ეს დასანქცირება. ამასთან არის იმ საზოგადოების გაფრთხილება, ვინც ამ ყველაფერს ისმენს, ეთანხმება და გარჩევა შეუძლია, რომ BBC-ზე თუ გავიდა ფილმი, რომ აიმე კამიტით მოწამლეს და გაიხედავ და კითხავ თუნდაც იმ ადამიანს, ვინც იქ იდგა, რომ მართლა კამიტით მოწამლული ხო არ ხარ, რომ ვერ აღმოაჩენ ასეც ვერავის. არ დაუჯერო BBC-ს და უფრო მეტად იფიქრო, რომ აი რაღაცა ბოდი სხვა ფაქტს მოვიხმობ რა. ამას მართლა მნიშვნელოვანი არის, რომ ჯერ ეს ახალი ამბავი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ დროთა განმავლობაში შეფასების ნაწილშიც ზუსტად ისე შევხედოთ, როგორც დგას საკითხი რა. ანუ ეს იყო პირველ რიგში ფაქტების და რეალობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი გაერთიანებული სამეფოსგან და მეორე ეს იყო ქართულ ხალხზე ზეწოლა იმ მიმართულებით, რომ ჩვენ რასაც არ თვლით, რომ არის გასაჟღერებელი, რაც არის ჩვენ მიმართ და ჩვენი ბიუროკრატიის მიმართ კრიტიკული, არ აქვს იმას მნიშვნელობა, როგორ ძლიერადაც არ უნდა იყოს ფაქტით გამყარებული, ამის მოსმენა მაინც არ შეიძლება. რა თქმა უნდა. ნუ ცენზურის ალბათ ყველაზე მასშტაბური ფაქტი თანამედროვე სამყაროში, რაც კი შეიძლება სადმე გენახოს რა. აბსოლუტურად. თან ანუ იმას სიას ხო გადახედე რა, ანუ ეს სანქცირებული ტელეკომპანიების სიას რო გადახედე, ანუ მართლა სასაცილო არის იქ ჩვენ და იმედის ყოფნა, იმიტომ რომ იქ დასანქცირებული არის მართლა პირდაპირ რუსული ნარატივი, სადაც არსებობდა Russia Today და Sputnik და Belarus TV და ჩვენ. რაც შეეხება ახლა სამომავლო პერსპექტივებს. ყველამ კარგად იცის, რომ რუსული ბაზარი არის დიდი ბაზარი, შესაბამისად ამერიკული, ბრიტანული ზოგადად დასავლური კომპანიები უბრუნდებიან თავიანთ მშობლიურ პორტს, იმ მხრივ რომ მათთვის ბაზარი არის მნიშვნელოვანი და მათთვის ფულის გენერირება არის მნიშვნელოვანი და არა ის ღირებულებები, ვითომ რაზეც ლაპარაკობენ. შესაბამისად ეს ისინი ყველანი ბრუნდებიან რუსეთში. მე უბრალოდ მაინტერესებს, აი რა მდგომარეობა იქნება, იცი, ესე იგი საგნები დაცლილი სუბსტანციებისგან ასლი, კი ესე იგი დაცლილი ორიგინალისგან. ანუ მე მგონია რომ ჩვენ დავრჩებით დასანქცირებულები და რუსეთს მოუხსნიან ყველაფერს. ხო და იგი იქნება ძალიან მაგარი რუსეთის მხარდაჭერის გამო ჩვენ დაგვასანქცირებენ დავრჩებით ისინი არა. ანუ აქ რა ხდება, რომ ჩვენთან აქვს ინტერესი და ეს რუსეთი არის უბრალოდ ტრიგერი, უბრალოდ ინსტრუმენტი, სალაპარაკო თემა, თორე ჩვენი მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის ჯინი ჭირთ და ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან, ანუ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ მთავრობას ებრძვიან ამით. განაცხადა კიდეც პირდაპირ და ერთნიშნულოვან საფრანგეთის ელჩმა, რომ ჩვენთვის, ანუ გარდაუვალი, ანუ არ განიხილება ის სხვა მოცემულობა. ჩვენ საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების კონცეფციის ნაწილი. ოღონდ ევროპის უსაფრთხოების კონცეფციის ნაწილი რას ნიშნავს? ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ბუფერი რუსეთსა და ევროპას შორის, სადაც აი გვაწვალებენ ესე, წაგვაჩხუბებენ, მე თვითონ ჩავა, ანუ რომ ევროპას არ შეეხოთ. არა, აი ვერ მოგართვით რა. ამით ამ საბრძოლო შემართებით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, აი ეს იყო რა, რაც უნდა მოგვეწურა თემა, ამაზე უნდა გვესაუბრა, ამ კვირაში ალბათ სულ ამ თემაზე მოგვიწევს საუბარი. ეს იყო ერთგვარი დაფასება და ესეთი ძალიან კარგი ისევ ბრიტანელი ჩემს საყვარელი მუსიკოსის ფრაზით დაგემშვიდობებით, რომელიც მას ცივი ომის პერიოდში ძალიან სწორად შენიშნა მაშინ ამერიკის მიმართულებით, თუ თქვენ შავი სია გაქვთ, მე მინდა რომ იქ ვიყო. ძალიან კარგი არის რომ ჩვენ იქ მოვხვდით. მადლობა, კარგად გასაგებია. ნახვამდის.